მენთ პოლიტიკას თეასიჭინავასთან ერთად ჩვენ საუბრობთ გლობალურ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული პოლიტიკის ჭრილში. და სწორედ გლობალურ პოლიტიკაზე და მის გამოხმაურებას, ესე ვთქვათ, როგორ აისახება ეს ქართულ პოლიტიკაზე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ, პირდაპირ მნიშვნელობით ამ თემაზე ვისაუბრებთ. ჩვენ სტუმართან პოლიტოლოგი გიორგი მდივანი არის ჩვენ სტუმარი. მოგესალმებით გიორგი, გმადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით დღემშვიდობისა. ჩვენი გადაცემის თავი ესეთ ქუდი, რასაც ვეძახეთ ჩვენ, ესე ვთქვათ, ჟურნალისტურ ენაზე, აი, სწორედ იმაზე კეთდება აქცენტი, როგორია გლობალური პოლიტიკა მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ჭრილში და როგორ აისახება ის პირველ რიგში ქართულ პოლიტიკაზე. ანუ ჩვენი ინტერესი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე მდგომარეობს ამ გეოპოლიტიკაშიც. დღეს ახლა უკვე საინტერესოდ უკიდურესად საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები, თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორი ეროვნული საფრთხეების სტრატეგიის ახალი დოკუმენტი შექმნა ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა და შეიძლება ითქვას, რომ ევროპა უკვე ძალიან გაბრაზებულია, ყოველდღიურად ახალი განცხადებები ისმის, მართალია ჟოზე ბორელი ახლა აღარ არის უკვე აქტიური ევროჩინოსანი, მაგრამ ღიად ამბობს, რომ ტრამპმა ომი გამოუცხადა ევროკავშირს. ნუ თუ არის ლოგიკა, რა თქმა უნდა, ბორელის ამ განცხადებაში, იმიტომ რომ ამ დოკუმენტში ღიად წერია, რომ ევროპის განვითარების მთავარი პრობლემა არის ევროკავშირი. ნუ პირდაპირ არ წერია, რომ უნდა დაიშალოს, მაგრამ როგორც თქვენ, საკმაოდ კრიტიკული პასაჟებია. ესე ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციის პირით ლაპარაკობს მასკიც. ხო შეიძლება ესე ითქვას, მასკი, რომელიც ტრამპთან ძალიან დაახლოებული იყო მთელი მისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ხო, მოდით რა პროცესში ვიმყოფებით პირველ რიგში დღეს, როგორ შეიძლება ეს მოვლენები განვითარდეს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ეს დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი გლობალურ პოლიტიკაში. ზოგადად ნებისმიერი ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია იღებს ამას პირველ წელს და ეს დოკუმენტები არ განსხვავდებოდა ფაქტიურად ცივი ომის დასრულების შემდეგ და აი რაც მივიღეთ ამ შემთხვევაში, ანუ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი დოკუმენტის გამოქვეყნების შემდგომ ფაქტიურად დაადასტურა ის და ოფიციალურად გააფორმა, რისკენაც მიდიოდა შეერთებული შტატები და რისკენაც მიდიოდა, მოდით ვთქვათ, მთელი მსოფლიო ამდენი ხნის განმავლობაში, ანუ მრავალპოლარული სამყაროსკენ, ხო? რომ ავიღოთ ცალკეული იგივე თუნდაც მარკო რუბიოს განცხადებები, პიტ ჰექსეტის განცხადებები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ეს ერთპოლარული სამყარო იყო ცივი ომის დასრულების შედეგი და პრინციპში ეს არ იყო ნორმალური და ეხა ეს ოფიციალურად გაფორმდა. გაფორმდა ასევე ევროკავშირის დამცირებაც და ეს 2025 წელი იქ შავი ასოებით ჩაიწერება ევროკავშირის ისტორიაში და ეს გუშინ და გუშინწინ არ დაიწყო, ეს დაიწყო დიდი ხნით ადრე. პირველი სიმპტომი ამისა იყო მიუნხენის კონფერენციაზე ჯეი დი ვენსის გამოსვლა და ფაქტიურად სილის გალოწუნება მთლიანად იქ ევრობიუროკრატიისთვის ბრიუსელის დანიშნული ევრობიუროკრატიისთვის და დანიშნული პოლიტიკოსებისთვის, ვინც ხალხს არ აურჩევია რეალურად და ვინც დღეს თავისუფლებას აძლევენ ევროპის და ევროკავშირის სახელით ისაუბრონ, მაშინ ბევრმა მიიჩნია, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო რაღაცა იგივე ვიცე-პრეზიდენტის ან ცალკეული აღებული პირების მოსაზრებები, მაგრამ ეს არის უშუალოდ მრავალწლიანი სტრატეგია, ეს არ შეიცვლება ხვალ და ზედ. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ილუზიები, რომ შეერთებული შტატები დაიცავს ევროკავშირის და ის ილუზიები, რომ შეერთებული შტატები არის ერთგვარი ჟანდარმი მთელი მსოფლიოსი, რაც ჩამოყალიბდა იგივე 90-იან წლებში, რაზეც ფუკუიამა წერდა ისტორიის დასასრულზე თავის პუბლიკაციაში და შემდგომ უკვე წიგნში, რაც იყო ვულფოვიცის დოქტრინა, რომ შეერთებულ შტატებს ცეცხლით და מחვილით უნდა გაივრცელებინა ლიბერალური დემოკრატია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ექსპერიმენტი ჩავარდა და ეს არის უბრალოდ ამის აღიარება. აქ ჩვენ ხედავთ ისეთ ტერმინებს, როგორიც არის მაგალითად სტრატეგიული, ასე ვთქვათ, რუსეთთან მიმართება სტრატეგიული სტაბილურობა და ევროკავშირის მიმართ არის ძალიან პირდაპირ დაუფარავი კრიტიკა. აი აქ თეთრი ჩავზე წერია, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირს უმრავლესობას, ანუ აქ იგულისხმება ევროკავშირის მოსახლეობა, სურს მშვიდობა, ეს არ არის თარგმნილი ევროკავშირის პოლიტიკაში. ანუ პირდაპირ ტრამპის ადმინისტრაცია ადანაშაულებს ევროკავშირის ომის წამქეზებლობაში და ამით ყველაფერი ამთავრდება იქ
ევროკავშირის დაცემაზეა საუბარი, როგორც ეკონომიკურ წარუმატებლობაზე და ეკონომიკურ სტაგნაციაზე, ასევე კულტურულ დაცემაზე და პირდაპირ ტრამპის გუნდი და ფლიანად უკვე ასე ახალი შეიძლება ითქვას ეს საგარეო პოლიტიკის დოქტრინაც არის ევროკავშირს ადანაშაულებს იმაში რომ ის უშუალოდ ახდენს ოპოზიციური პარტიების ანუ ევროპელი პატრიოტების განდევნას პოლიტიკური ველიდან და მას პირდაპირ ადანაშაულებს სიტყვის დემოკრატიის თავისუფლების უხეშ დარღვევაში ესეც წერია და წერია ისიც რომ ევროპა ღალატობს თავისივე ღირებულებებს რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეიქმნა ასეთი მიდგომა აქვს ტრამპს ნუ ეხლა როგორ შეიძლება ეს განვითარდეს მეთქი მოვლენები იმიტომ დავსვი ეს კითხვა რომ ევროპა შეიძლება ითქვას ასე თვითკრიტიკულ მდგომარეობაში კი არ იმყოფება ევროკავშირი უფრო სწორად პირიქით ცდილობს ისეთი პოზიცია დაეჭიროს რომ ეს არასწორია ეს მიდგომა რომ ევროკავშირს აქვს სხვა შორის რესურსიც, ეკონომიკური რესურსიც, რასაც ისინი აკეთებენ აქცენტს, რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინას. უკრაინა ხო საკვანძო საკითხია ზოგადად ამ თემაში. და ანუ მოკლედ პოზა არის შენარჩუნებული ისეთი, რომ ტრამპი ცდება, როდესაც ევროკავშირს ომს უცხადებს, თუ ბორელს დავესესხებით. ეს სახის შენარჩუნება, იხტიმარს არიტეხენ, თუ მართლა ესე ფიქრობენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რომ მათ ისე აქვთ, თუნდაც ეკონომიკურად მდგომარეობა გამყარებული ევროკავშირში, რომ შეუძლებელია მას ვინმე მოერიოს. ზოგიერთი პოლიტიკოსი და უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, რას ნიშნავს ეს, მაგრამ ეხა კაია კალასის კოგნიტიურ შესაძლებლობებში შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს თქვა, რომ ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ესე იგი ჩვენ უახლოესი მოკავშირეები ვართ. შეიძლება უკვე წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას უჭირს ეხა კაია კალასისგან ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. კაია კალასზე კარგი წარმოდგენის როგორც აღმოჩნდა არ არიან ვაშინგტონში. არც მარტო კაია კალასზე არა, არც ანტონიო კოშტაზე და არც ურსულა ფონ დერ ლაიენზე. ეს უბრალოდ ეს ომის გამოცხადება არა ევროკავშირისთვის. ეს არის მონროს დოქტრინის შემოbrunება. თავის დროზე მონროს დოქტრინა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში როცა შემოიღეს, ის ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ევროპული სახელმწიფოები არ უნდა ჩარეულიყვნენ დასავლეთ ნახევარსფეროში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და ასე ვთქვათ, შეერთებულ შტატებს უნდა ქონოდა იქ ექსკლუზიური უფლება საკუთარი გავლენების და პოლიტიკის წარმართვისა. ამ შემთხვევაში ისეც ვერ ერევა ევროკავშირი თავისი ბუნებრივი პრობლემების გამო, კრიზისისა და ზოგადად რეგრესის გამო, მაგრამ აქ უკვე შეერთებულმა შტატებმა შემოუბრუნა ევროკავშირის ის, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, წარმონაქმნი და თქვენ შეგიძლიათ თქვენ პრობლემებს გაუმკლავდეთ ჩემს გარეშე. აქ უფრო ევროკავშირის მიმართ იყო ეს სიგნალი გაგზავნილი, რომ უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ასე შემდეგ თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ ჩვენს გარეშე, მაგრამ ნუ ევროკავშირი ხა ისეთ მდგომარეობაშია, რომ რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წარმოება დამოუკიდებლად გაუჭირდება. ანუ ხო იციან ეს თავად ევროკავშირის ლიდერებმა. ევროკავშირის ლიდერშიპმა ეს კარგად იცის. სახში ყველაზე კარგად იმანიცის დიასახლისმა იცის და ოჯახის უფროსმა იცის რა ხდება, ხო ესეა? კი ბატონო. მაგრამ გარეთ არ გამოაქვთ, მაგრამ გარეთ არ გამოაქვთ ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში უკრაინა რჩება ცოტა არასახარბიელო მდგომარეობაში, თუ კი ევროკავშირის დახმარების იმედად უნდა იყოს. ევროკავშირის დახმარების იმედათაც რომ დარჩეს უკრაინა მაინც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს და ტრამპს გააჩნიათ გადამწყვეტი როლი უკრაინის შემდგომი ომის გაგრძელება არ გაგრძელებაში კი ევროკავშირი დამცირებულია და უწევს ფულის გადახდა იარაღის გასაგზავნად, მაგრამ ტრამპს შეუძლია არ მიყიდოს უბრალოდ ელემენტარულად ეს იარაღი და თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენებს, რა შეიძლება განვითარდეს იგივე ვენესუელასთან მიმართებაში, სადაც ისედაც დიდი კონცენტრაცია როგორც ამერიკული საჰაერო ძალების, ასევე საზღვაო ძალებისა, ჩვენ ეს სავსებით არ უნდა გამოვრიცხოთ. ევროკავშირი იხტიბარს არ იტეხს უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან შორშეტოპა, თუნდაც ამ ილუზიებით, ამ დაპირებებით, იმისა, რომ დაამარცხებდნენ რუსეთს, იმისა, რომ გაიმარჯვებდა უკრაინა და ამ ყველაფერს, როდესაც ეხა ბოლო პერიოდში ამდენი რაღაც სიახლე დაემატა, უკრაინული კორუფციული სკანდალები გასკდა და ეს პირდაპირ ეხა არ მოხდა დამოუკიდებლად, ხო, იმდენად შორშეტოპეს
იქ ზელენსკის გუნდმა ერმაკმა რომ ვეღარ დახუჭეს თვალი ვერც ამერიკელებმა და მიცეს ერთგვარი მწვანე შუქი აუნთეს რომ ამის ყველაფრის შესახებ დაწყებული იყო გამოძიება, მაგრამ ეხა ევროკავშირიც ისეთ მდგომარეობაშია, ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ Ursula von der Leyen, Kaja Kallas, იგივე ცალკე აღებული ქვეყნების ლიდერებს ძალიან ცოტა დრო დარჩათ, ხო? იქ საფრანგეთში აგერ ნებისმიერი გამოკითხვებით ლეპენის ეროვნული ფრონტი ლიდერობს, გერმანიაში ალტერნატივა გერმანიისთვის, ბრიტანეთში ნაიჯელ ფარაჯის პარტია რეფორმა და შესაბამისად ეს ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს, აი ეს პოზაში ჩადგომა ევროკავშირისა რამდენიმე წლის განმავლობაში, 2-3 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, იქამდე ევროკავშირი მაქსიმალურად შეეცდება სიტუაციის დამძიმებას, მაგრამ ისინი იმდენად არიან დამძიმებულები, რომ რესურსიც აღარ გააჩნიათ, იმიტომ რომ აი რა იყო ევროკავშირის მომხიბვლელობის მთავარი იდეა, ხო? დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკური წარმატება, საყოველთაო კეთილდღეობის სისტემები, უფასო ჯანდაცვა, განათლება, მაგრამ ეხლა ამაზეც უწევთ უარის თქმა. ფრიდრიხ მერცმა თვითონ თქვა, რომ ეს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო წარსულს შაბარდაო, იმიტომ რომ ეხლა გვიწევს გადაიარაღებაო. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ გადაიარაღებასაც ვეღარ ახერხებენ. რასაც დაუშვათ რუსეთი აწარმოებს და ეს თვითონ ნატოს მონაცემებია 1 წლის განმავლობაში იმას მთლიანად ეს დასავლური სამხედრო სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს მხოლოდ 2-3 თვის განმავლობაში. და ეს არის უბრალოდ უაზრო ფულის ჩასხმა უკრაინის ომის გახანგრძლივების მცდელობაში, იმიტომ რომ აი სტატუს კო მიიღო თვითონ ევროკავშირი. აი ეს გახანგრძლივების მცდელობა რატომ არის პირველ რიგში ევროკავშირის ინტერესში, მოდი ევროპის ინტერესში არ ვთქვათ, იმიტომ რომ როგორც ტრამპმა დაყო ევროკავშირი და ევროპა, ცალ-ცალკე მოდით ჯერ ამ ხაზს მივყვეთ. აი რატომ არის ევროკავშირის ინტერესში, რატომ რჩება უკრაინაში ომის გახანგრძლივების მცდელობა, მით უმეტეს თუ თვითონაც იციან რომ რესურსი ამის საკმარისი არ არის და მით უმეტეს იცით რომ ტრამპს თალსახად გამოკვეთილი დამოკიდებულება აქვს ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში უნდა გაუმიჯნოთ მართლაც ევროპა და ევროკავშირი, ასე უნდა გაუმიჯნოთ ევროპელი ხალხი, მათი უმრავლესობა და ის პირები, ის პოლიტიკოსები, ვინც ყალებში იღებენ გადაწყვეტილებებს. რეალურად ისინიც არ იღებენ ამ გადაწყვეტილებების ბოლომდე და მათ უკან დგას იგივე ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესი, იგივე ფარული მმართველობა, deep state, როგორც უკვე ინტერპრეტაციის საგანია, ხო, შეგვიძლია სხვანაირი სახელები მოუძებნოთ, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი, კარგად რო გვესმოდის, ის არის, რომ აი ეს ევროპელი ლიდერები, ანუ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ლიდერები, ხო, ევროკავშირის ბევრი ინსტიტუტი აქვს, არის ევროპარლამენტი, არის ევროკომისია, რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი ძალაუფლება, არის ევროპული საბჭო და ასე შემდეგ. ეს ამათი ლიდერები დემოკრატიული პროცესის, ანუ არჩევნების მეშვეობით არ ირჩევიან. მათ ნიშნავს უბრალოდ მათ კანდიდატურის წარდგენა ხდება და მე ევროპარლამენტი ან დანიშნავს მათ, ან არ დანიშნავს და შესაბამისად მათ არანაირი სახალხო ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ამიტომაც ისინი არ არიან ანგარიშვალდებული ხალხის მიმართ და საჯარო ინტერესის მიმართ. შესაბამისად ის ფარული მმართველობა, რაც მათ უკან არის, ხო, ამ შემთხვევაში იგივე ეს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, მაგალითად Rheinmetall, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ევროპული კომპანია და სხვადასხვა ინტერესები, სხვადასხვა ფარული ჯგუფების ინტერესები მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინის ომი გაგრძელდეს. გაგრძელდეს, იმიტომ რომ ეს მათ ინტერესებშია, ხო, ეს ფინანსური სკოლებს, ხო, რა თქმა უნდა, ანუ ფინანსური ელიტები ხეირობენ ნებისმიერი ომის დროს, იქ ჩვეულებრივი რიგითი და ღარიბი მოქალაქეები არიან მსხვერპლი. და ამიტომაც ვიღებთ აი ესეთ წინააღმდეგობას ერთის მხრივ ევროპულ რეალურ ინტერესსა და მეორეს მხრივ აი ამ მათ ქმედებებს შორის და ეს იმ დოკუმენტშიც არის სხვათა შორის ხაზგასმული და ისიც არის ხაზგასმული რომ ევროკავშირი უკვე წარუმატებლობის ისტორიათ იქცა მე გამიკვირდა კიდევაც იქ ციფრებია პირდაპირ მოტანილი რომ 1990 წელს თუ მთლიანი მსოფლიოს ეკონომიკის 25% მოდიოდა მთლიანი შიდა პროდუქტის ევროკავშირის დღესდღეობით ეს არის 14%-მდე შემცირებული და ესე თუ გაგრძელდა ეს ტენდენციები შესაბამისად ჩვენ მალე ვიხილავთ ევროკავშირის დაცემას. და აი რამდენად წარმატებული იქნება ეს ტრამპის გალაშქრება იმ კორპორაციების წინააღმდეგ, ესე ვთქვათ.
ეს გალაშქრება ეს უფრო გალაშქრება კი არა, ეს არის უფრო აი ამ რეალობის ობიექტური რეალობის მიღება, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ უკვე. უბრალოდ აი ევროცენტრისტულად განწყობილ მოსახლეობას, იგივე ამ ევროპულ ელიტებს არ უნდათ ამის აღიარება. აი ეს თქვა მაგალითად ჰექსეტმა, რომ ესე ვთქვათ утопიური იდეალიზმის დრო პოლიტიკაში დამთავრდა და უნდა მივიღოთ ის რეალობები, ის ფხიზელი რეალობა. ამ შემთხვევაში აი ეს დასავლური ბიუროკრატია ჩარჩენილია აი 90-იანი წლების იდეოლოგიურ ჩარჩოში. როდესაც იქმნებოდა ეს ერთპოლარული სამყარო. მათ უბრალოდ არ უნდათ იმით გათვითცნობიერება, რომ ეხა ძალაუფლების სხვა იერარქია არის, ძალთა სხვადასხვა ბალანსი, იგივე ხედავთ ჩინეთს, ინდოეთს, იქ რუსეთის გავლენებს, მთლიანად ანუ სხვადასხვა ცენტრებია. ამ დოკუმენტშიც არის ეს პირდაპირ უკვე ხაზგასმული, რომ რატო დაუბრუნდა ტრამპი მონროს დოქტრინას, რომ ანუ ის აღიარებს გლობალურ პოლიტიკაში იმას, რაც ყოველთვის იყო, მაგრამ რასაც არ აღიარებდნენ ოფიციალურად, ფორმალურად, ხო? გავლენის სფეროების არსებობას, ხო? არსებობს პოლიტიკაში გავლენის სფეროები და ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს და ეს შემიძლია არანაირი ომი არ არის ტრამპის მიერ წარმოებული თუნდაც ევროკავშირის მიმართ. ის და მისი გუნდი უბრალოდ ყველაფერს არქმევს თავის სახელს. ანუ ბრუნდებიან საწყის პოზიციას, რასაც გადაუხვეს 90-იან წლებში. კი ბატონო, რაშიც გადაუხვეს 90-იან წლებში, შემდგომში იმ ექსპერიმენტმა არ გაამართლა, რამდენი წელი დაჭირდა ავღანეთის ომს, რამდენი ტრილიონი დოლარი დაჭირდა და ტრამპის გუნდი ამბობს იმას, რომ არ არის ჩვენი ინტერესები რაღაც 10,000 და 20,000 კილომეტრის დაშორებით სხვადასხვა ომების წარმოება, როცა ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და პირველ რიგში America First, ხო, როგორც არის მათი მთავარი სლოგანი. ერთი საკითხის და შემდეგ ქართულ პოლიტიკის ჭრილში განვიხილოთ ეს საკითხი. ეხლა უკრაინის მოლაპარაკებებს მინდა შევეხოთ. გუშინ წუხელ უკვე გვიან, როდესაც დასრულდა ლონდონში შეხვედრა, ზელენსკის რაღაც განცხადებები უკვე იყო. ერთ-ერთი რამდენიმე დამამახსოვრდა ის, რომ 28 პუნქტიდან 20-ზე ჩამოვიდნენ ამ სამშვიდობო ხელშეკრულებიდან საკვანტო საკითხები, რაზეც არის პირველ რიგში დამოკიდებული საერთოდ ომის დასრულების საკითხი, ტერიტორიულ საკითხებს გულისხმობა, ამაზე უკრაინასთან ახმა არ არის შესაბამისად, არ ვიცი რა გამოვა ამ მოლაპარაკებიდან, რა ბედი ეწევა სამშვიდობო მოლაპარაკებას, ეს ერთი. მეორე, რაც დამახსოვრდა ასევე ის იყო, რომ ამერიკელები ფულს იხდიან იმ შეიარაღება, ანუ ფულს იღებენ იმ შეიარაღებაში, რომელსაც ყიდიან, ანუ ამიტომ არ შეწყვეტსო ამერიკა. მით უმეტეს კონგრესი ამტკიცებს ამ საკითხს, ანუ ცოტა სხვა აქცენტები დავინახეთ ახლა ზელენსკის გამოსვლაში და თქვენ როგორ ხედავთ ამის შემდეგ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს სამშვიდობო მოლაპარაკება, იმიტომ რომ ტრამპი ძალიან დიდი მეც ამყარებდა 27 ნოემბერს ჰქონდა დედლაინი საერთოდ დათქმული, მაგრამ გადაიწია როგორც ჩანს ამ დედლაინმა. აი ახლა როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, როდესაც ფაქტობრივად აღიარებს ზელენსკი, რომ ჩიხში შევიდა მოლაპარაკება. ჩვენ ხედავთ კარგად, რომ აი ნებისმიერი მცდელობა უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა მომენტალურად ხდება შეტევის ობიექტი ჯერ ევროკავშირის მიმართ და შემდგომ უკვე ზელენსკის და მისი გუნდის მიმართ მხრიდან. ანუ ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის ეს 28 პუნქტიანი გეგმა, მაგრამ მთავარი საკვანძო რაც იყო აქ, ხო, იგივე იყო უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, ის რომ დონბაში რაც არის 11% აქვს დარჩენილი უკრაინელებს ეს გადასცენ რუსეთს და სანაცვლოდ ესე იგი მიიღონ იქ დნეპროპეტროვსკის ტერიტორიები და ხერსონში და ზაპოროჟიეში ეს შეხების წერტილი სადაც არის იქ უნდა გაიყინოს. აი ამ სამ ძირითად პუნქტზე უარს აცხადებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი შლიან უბრალოდ სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს და ალტერნატივად ვერაფერს ვერ თავაზობს ევროკავშირი. ანუ კაია კალასმა ისევ კომიკური განცხადება გააკეთა, რომ უკრაინის დემილიტარიზაციის მაგივრად თუ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ რუსეთის დემილიტარიზაცია. ახლა რა სამშვიდობო პროცესი შეიძლება საუბარი, მაგრამ ზელენსკის მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია, აი როგორც მძიმე პაციენტის მდგომარეობა შეიძლება იყოს დამძიმებული და ნებისმიერი მისი შემდგომი ქმედება უკვე აურარესებს. იმიტომ რომ მთლიანად მისი გუნდი, მისი უახლოესი თანაშემწის და რეალურად უკრაინაში ფაქტიურად ძალაუფლების მხრივ მეორე ადამიანის ანდრეი ერმაკის ასე ვთქვათ კორუფციაში გამოვლენილი სკანდალის შემდგომ ერმაკი მეორე იყო თუ პირველი, ეგეც ხო, ეგეც უკვე საკითხავია, მაგრამ მინიმუმ მეორე იყო. შესაბამისად
მთლიანად მისი გუნდი აღმოჩნდა ჩაფლული კორუფციაში და ის 9 ტრილიონამდე დოლარი, რაც ერთობლივად გადაეცა ევროკავშირის მხრიდან, შეერთებული შტატების მხრიდან და დანარჩენი მსოფლიოს მხრიდან, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის ამ 500 მილიარდიდან, ანუ 9 ტრილიონი დოლარიდან, რამდენი მიითვისეს უკანონოდ უკრაინელებმა. ფრონტის ხაზზე ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად უკრაინელის ლიდერშიპმა, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მოსახლეობას რა თქმა უნდა, ანუ გულისხმობთ კი ლიდერშიპმა და პოლიტიკურმა კლასმა. ანუ უკრაინა უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე ხა ფრონტზეა, იმიტომ რომ მილიონზე მეტმა გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცმა დატოვა, იქ ფრონტის ხაზი არის სადღაც 800-850,000, ანუ ის ენთუზიაზმიც არის ჩამქრალი, ყველა კარგად ათვითცნობიერებს, რომ დღეს თუ რაღაცა 11 ან 12% ფლობენ დონბასის, ადრე თუ გვიან ამასაც დაკარგავენ, რუსები ნელი, მაგრამ სტაბილური ტემპით მიიწევს წინ და არანაირი გამოსავალი ზელენსკის არ აქვს, მაგრამ ზელენსკის კარგად ათვითცნობიერებს, რომ ომის დასრულება მისი პოლიტიკური კარიერის დასრულებასაც ნიშნავს და ეს როგორც მინიმუმ და მაქსიმუმ შეიძლება უკვე სასამართლო გარჩევებში გადაიზარდოს ეს ყველაფერი და გისოსებს მიღმა ამოყოს თავი. ამიტომ ზელენსკი, ისევე როგორც აიგივე ბრჭყალებში ეს ევროპული deep state-ი ერთობლივად ცდილობს მაქსიმალურად გაახანგრძლივოს და გააჭიანოს ეს ომი, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, უკვე მობილიზებაც უჭირთ ხალხის, ეს ხალხი ხო კარგად ხედავს რას ხმარდება ეს ფული, როცა იგი უდანაშაულოს ეს პატრიოტი უკრაინელი ახალგაზრდა ბიჭები იღუპებიან და უკვე იქაურ TCK-ს რაღაც კომიკური მეთოდით უწევს ხალხის დაჭერა ქუჩაში პირდაპირ და ასე რომ უკრაინისთვის არანაირი მომავალი არ არსებობს სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის გარეშე. თან ეს უკვე მერამდენე პროცესია, ხო, თავიდან ჯერ მინსკის ხელშეკრულება ჩაშალეს და პირდაპირ უარი თქვეს მინსკის ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესრულებაზე. მერე სტამბოლის მოლაპარაკება ჩააშლევინა ბორის ჯონსონმა. ეხა ამას არ თანხმდებიან და რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო დაუმძიმდება უკრაინას პირობები. აი ახლა მოდი გადავინაცოთ ქართული პოლიტიკის ჭრილში, ნუ ბევრი ესაუბრა იქ უკრაინაზეც, რა თქმა უნდა და ევროკავშირზეც, მაგრამ როგორც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, პირველ რიგში ჩვენ ყველა ეს მოვლენა გვაინტერესებს ჩვენი საკუთარი ინტერესიდან, თვალსაჩინოდან გამომდინარე. აი ფრაზა, რომელიც თქვენ ახლა გამოიყენეთ, ის რაც სტრატეგიაშიც, დოკუმენტშიც არის ასახული ევროკავშირის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ამაზე გაცილებით დიდი ხნით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითქმის ყოველდღიურად ამბობს ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. არაფერს ვიტყვი ევროკავშირის ზოგადად ორმაგ სტანდარტზე, დამოკიდებულებაზე, ჩარევებზე, ანუ იმაზე, რაზეც საქართველოს ხელისუფლება უკვე ბოლოს 3 წელია, 4 წელია აქტიურად საუბრობს, ყველაფერი ეს ერთ დღეს აღმოჩნდა იმ ახალ დოკუმენტში. ეხლა ჩდება ესეთი კითხვა. როგორ შეიძლება ეს ტონი, ეს მიდგომა პირველ რიგში აისახოს საქართველოს და ამერიკაში, არ ვიცი, თუ სალიათ საქართველოს მოვლენების ასე დეტალურად გასაცნობად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მის მათ თვალთახედვაში საქართველოს იქნება. როგორ შეიძლება ეს აისახოს პირველ რიგში საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვაზე. ეს თანხwebdriver, როგორც კონკრეტული საკითხების, ისე გლობალური თვალთახედვისაც. აი თქვენ გაგეჩნდებათ ესეთი მოლოდინი, რომ შეიძლება ამან უფრო დააჩქაროს პროცესები, გადატვირთვის, რომელზედაც არაერთხელ გავუკეთებია აქცენტი საქართველოს ხელისუფლებას. კი, მაგრამ ჩემი აზრით, ის რასაც აკეთებდა წინა ბაიდენის ადმინისტრაცია, ხო, ის ანტი-ქართული ქმედებები, სახელმწიფოებრივი და უბრალოდ ძალიან ცუდი ჟესტები პოლიტიკურ პროცესში ჩარევისა და ასე შემდეგ. აი ეს საფრთხე საქართველოს როგორც მინიმუმ აღარ ემუქრება. მოხდება თუ არა ურთიერთობის სრულად გადატვირთვა, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს და ბევრ რამეზე. ალბათ უკრაინის ომის დამთავრებაზეც არის დამოკიდებული, ალბათ დამოკიდებულია იმაზე, აქაც სხვათა შორის იყო საუბარი იმაზე, რომ ნატო როგორც მზარდი ალიანსი, აი ამის განხილვა უნდა შეწყდეს. დასრულდეს ეს აღქმა. დასრულდეს და აი ეს კონკრეტიკამდე რომ მივა ბევრი რაღაცა უფრო მარტივი იქნება, ჩემი აზრით, ურთიერთობის განახლება. მაგრამ მთავარი გაკვეთილი და მთავარი აზრი, რაც შეიძლება აქედან გამოვიტანოთ, ის არის, რომ მაქსიმალურად, ასე ვთქვათ,
მრავალპოლუსიანი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რასაც აკეთებს პრინციპში საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და არ უნდა ვიყოთ რაღაცა ჩამოკიდებული და მინდობილი პირველ რიგში ილუზიებს და მეორე რიგში ერთ კონკრეტულ მოთამაშეს, ხო? ევროკავშირი თავის დროზე ბევრს უნდა იმის გამო რომ ეს რაღაც ეკონომიკურ კეთილდღეობას ნიშნავდა, მაგრამ ეხლა ჩვენ ვხედავთ რომ იგივე ეკონომიკური პრობლემებით არის სავსე მთლიანად ევროკავშირი. იმდენად კი რომ საქართველოს აღარ იყოს მიმზიდველი? არაფერი არ უნდა იყოს ასე ვთქვათ თვითმიზანი, შეიძლება რაღაცა იყოს ინსტრუმენტი რაღაცის მისაღწევად, მაგრამ ნატოს ინსტრუმენტი იყო რომ რაღაც უსაფრთხოების ქოლგა ქონოდა, მაგრამ ნატო არ უნდა იყოს ის თვითმიზანი, რისკენაც სწრაფვამ შეიძლება ახალი კონფლიქტი მოგიტანოს. ანალოგიურად ევროკავშირი ჩვენ თუ ვატყობთ რომ ეხა ევროკავშირის მიერ ბოლო წლებში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და ნებისმიერი დიპლომატია და ასე შემდეგ ეს არის აბსოლუტური კრახი. ეს როგორი კუთხითაც არ უნდა მიუდგეთ, ხო? და ჩვენ როდესაც ევროპარლამენტი გთხოვს იგივე ანტირუსული სანქციების, ეკონომიკური სანქციების დაწესებას, რაც პირველ რიგში ჩვენ ეკონომიკას ავნებს, ხო? აქ არანაირი საღი აზრი არ არის, ეს არის უბრალოდ მავნებლობა და ევროკავშირის აქვს იმის რესურსი, თუ აი 2-3 წელიწადში მართლა ყველა დიდ ქვეყანაში, დიდ მოთამაშეში ეს კონსერვატიულად განწყობილი პატრიოტული ხელისუფლებები მოვიდნენ ძალაუფლების სათავეში, მაშინ შეიძლება ასე ვთქვათ გადაიტვირთოს, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება. აი, როდესაც ვსაუბრობთ ამ დაბალანსებაზე, საგარეო ვექტორების და პოლიტიკის, აი ოპონენტების მხრიდან, ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ისმის ხოლმე ესეთი კითხვა, აი როგორ შეიძლება დაბალანსებული იყოს ეს პოლიტიკა ქართული ოცნების, როდესაც დასავლეთის ერთ-ერთ მთავარ აქტორთან, ევროკავშირთან, მათ შორის აქვს ასეთი დაძაბული ურთიერთობა და პლუს რაღაც კონფლიქტში ვართ შესულები. აი როგორ წარმოგიდგენიათო ესეთი დაბალანსება, როდესაც ევროკავშირთან ესეთი დაძაბული და გართულებული ურთიერთობა აქვს. ხო, მაგრამ რა არის მთავარი ამ კონფლიქტის წყარო? ხო, ამ კონფლიქტის წყარო უბრალოდ ის არის, რომ ევროკავშირს როგორც ახუშა ამერიკა შედის უკვე ამ კონფლიქტში. კი, რა თქმა უნდა, ევროკავშირს არ სურს ამ ფორმით არ სურს დამოუკიდებელი მოთამაშეების არსებობა, რომლებიც ოპერირებენ საკუთარი ეროვნული ინტერესებით და არ სურს წყალებში ესე ვთქვათ ურჩი მაგალითები და ურჩი ქვეყნები, ხო და ამის დემონსტრირებას ახდენს საქართველოს, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ძალიან სწორ როგორც ეკონომიკურ პოლიტიკას, ასევე საგარეო პოლიტიკას ატარებს იმის გათვალისწინებით, რა რისკის ზონაში ვიმყოფებით და კონფლიქტურ რეგიონში და ეს უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ გაგრძელდება ძალიან დიდხანს. და ამ კონფლიქტის წყარო, ეხა ძალიან კარგად ჩანს, იგივე ეხა ანტონიო კოშტა ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს უფლება რაღაცაზე მიგვითითოს. და ისინი ყველა უმნიშვნელო დეტალზეც გვითითებენ ჩვენ აქ ჩვენს ქვეყანაში რაც ხდება და ეს არის ისევ და ისევ აი ძალიან კარგი შანსი რომ გამოვიტანოთ გაკვეთილი. აი ურჩი ქვეყნები ახსენეთ ახლა თქვენ. მოდით კავკასიის მაგალითთან გამოვიდეთ. ცოტა ხნის წინ აი როგორც სანქციები რო ახსენეთ, როდესაც საქართველოს არ შეურდა შეწინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში საქართველოს დაარტყამს, დააზარალებს, დაანგრევს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელა საქართველოს, აი ცოტა ხნის წინ კაია კალასმა სომხეთს მოუწოდა. რომ დაუწესოს რუსეთი. იქნება რთული, მაგრამ უნდა მოხდეს ევროკავშირის ძირითად პრინციპებთან ჰარმონიზაცია, მხოლოდ 37%-ია თანხმოვანთა ევროკავშირსა და სომხეთის. აი როგორ ფიქრობთ ამ მოწოდებას თუ დავანებებ თავს რომ კაია კალასია, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა უკვე ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთაც არსებობს. აი რა პერსპექტივა აქვს განსაკუთრებით სომხეთის გათვალისწინებით. შეიძლება ჩაეწეროს სომხეთი ამ ურჩხი ქვეყნების სიაში თუ არა? ჯერჯერობით სომხეთის პოლიტიკა საკმაოდ რთული შესაძლებელია, იმიტომ რომ ერთის მხრივ ცდილობენ რაღაცა ევროპული თამაშის თამაშს, მაგრამ საქმეზე როცა მიდგება და გაეროს კენჭისყრამდე მაგალითად რამდენიმე დღის წინ არ უჭერენ რეზოლუციას. ხარი არ დაუჭერა უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას. აი აქ კარგად ჩანს იქაც ორმაგი სტანდარტები. ასევე იგივე სხვადასხვა იგივე ოდეკაბეს წევრია, საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს, თან ამ სირთულეს ამძიმებს თვითონ ეს პაშინიანის ფაქტორი და ის რომ იგივე აი ეს მისი მართლობა, ეს ნეოლიბერალური სტილის მართლობა საკმაოდ ააგავს სააკაშვილის
ტიპის მართლობას და კაია კალასის განცხადებებს ისევ და ისევ არ უნდა არანაირი სერიოზულობით არ უნდა შევხედოთ. რამდენიმე დღის წინ ტელეგრაფმა სტატია გამოაქვეყნა თუ რატომ არის კაია კალასი საჩუქარი რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის და კრემლისთვის და ეს მართლა ასია. ანუ აი ვერც კი წარმოიდგენდა ალბათ კრემლი და ვერც კი მოისურვებდა აი მისთვის ასე ვთქვათ უკეთესი ვიზავი რო ყოფილიყო, მაგრამ აი კაია კალასის შემთხვევაში არ ვიცი, იგივე აი თუნდაც რობერტა მეცოლაც რო ავიღოთ ევროპარლამენტის თავმჯდომარე, ეს ურსულა ფონ დერ ლაიენი, არ ვიცი, რაღაცა მე ხანდახან შთაბეჭდილება შეება ხოლმე, რომ ესენი რაღაც სპეციალური ნიშნით ყავთ შერჩეული, არ ვიცი, აი კაია კალას რო უსმინოთ, აი მისი გამოსვლა თავიდან ბოლომდე, მისი საუბრის მანერა, ისტორიული პარალელები აი მართლა მიჭირს პასუხის გასაგებად როგორ აღმოჩნდა აი იქ სადაც ეხლა კი ბატონო, კარგით, აი ჩვენ ვასრულებთ საუბარს აუცილებლად მაინც მინდა ბოლოს დასასრულისკენ BBC-სთან დაკავშირებულ სკანდალზეც კითხოთ. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს იყო უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის ერთ-ერთი მექანიზმი, იარაღი, რომ ქვეყნის შიგნით მომხდარ იყო რაღაც გარკვეული ხმაური აწევა ტემპერატურის და პლუს ამას ყოფილიყო შანტაჟის იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. აი უკვე გავიდა ერთ კვირაზე მეტი. საგარეო თვალსაზრისით თუ შევხედავთ, გავაანალიზებთ, აი მოახდინა თუ არა ამ ფილმმა ისეთი მასშტაბის ეფექტი, როგორც შეიძლება ეს იყო თავიდანვე დათქმული. ეფექტის გაზომვა მე გამიჭირდება, მაგრამ მგონია რომ ვერ მოახდინა, იმიტომ რომ უკვე ინტერნეტის ეპოქაში მოსახლეობა მეტრაკლებად საქმის კურსშია, თუ რა არის BBC. ვიღაცებს შეიძლება გაუკვირდათ და აქამდე რაღაცა მიუკერძოებელი მედია ეგონათ BBC, მაგრამ ბევრმა იქამდე კარგად მით უმეტეს ჟურნალისტური, ვისაც გვაქვს ეს ჟურნალისტური გამოცდილება მრავალწლიანი, BBC არის ერთ-ერთი ესეთი ყველაზე მაღალ, ასე ვთქვათ, სანდობით სარგებლობს ჟურნალისტურ წრეებში. შეიძლება ისტორიები, რომელიც არსებობს მის ირგვლივ ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჟურნალისტურ წრეებს გულისხმობს. მაგრამ BBC არ არის თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი და ძალიან ბევრი კვლევაა, როდესაც პირდაპირ იგივე Deep State-ის საომარი კამპანიები რაც იყო ჯერ ერახში, ასე შემდეგ BBC ყოველთვის ამზადებდა, ასე ვთქვათ, ინფორმაციულ კამპანიას და ტრამპის ბოლოდროინდელი, ასე ვთქვათ, ვიდეო მონტაჟის და ფაბრიკაციის მერე აღარაფერი აღარ უნდა გაგვიკვირდეს BBC-სთან გადადგა იქ კომპანიის ხელმძღვანელობა და ძალიან ცუდ დღეშია. კი ბატონო, მოდით მივადევნოთ თვალყური მე როგორ გამთარდება ეს მოვლენები, ჩვენ ახლა უნდა დავასრულოთ გადაცემა. გიორგი მდივანი იყო, მადლობთ გიორგი გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს ამავე ტალღაზე დროებით.